სულ ორად-ორი გასაკვეთი დაგვჭა, რომ წლევანდელი ჩვენი სასწავლო წელი სახელმძღვანელო ახალ-ახალი გულის ენა დავასრულოთ. ანუ დაგვჭა 32 და 33 გასაკვეთები. დღეს უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ქართველთა განსაკუთრებულ, გამორჩეულ, ესე იგი ძალიან ასე ვთქვათ, ყველა დადებითი თვისებებით შემკულ ქართულ მეფეზე, ქართველ მეფეზე უნდა ვისაუბროთ გიორგი ბრწყინვალეზე. აი ასეთი ისტორიაში ყავს ასეთი მეფე, რომელსაც ერთადერთი შემთხვევაა, რომ ბრწყინვალეს ეძახის ქართველი კაცი. ასე თქვენ შეხოდებით, რომ არის სულიერებით შემკული, არის განსწავლული, არის ესე იგი ქართული იდეის ესე იგი მომსახურე და ქართული იდეისთვის მებრძოლი. ესე იგი მონღოლები რო შემოვიდნენ ბავშვებო საქართველოში, მძიმე პერიოდი ედგა ქართულ ხალხს. იმიტომ რომ ხანგრძლივად ბატონობდნენ საქართველოში მონღოლები და აი ამ დროს ერთადერთი მიზანი იყო, როდესაც დემეტრე მეფე, ეს დემეტრე იცი თავდადებულზეა ლაპარაკი, რომელიც დაიბარეს მონღოლებმა თავისთან, თორე ქვეყანას აგიოხრებო, ასე უთხრა, თუ არ ჩამოხვალ შენი ფეხითო. და დემეტრეს რატო ეძახით თავდადებულს, რომ თავი დასდო. იცოდა რომ იქ რომ ჩავიდოდა, მას ცოცხალს იქ არავინ დატოვებდა, მაგრამ იმდენად უყვარდა თავისი ხალხი და იმდენად უნდოდა რომ ესე იგი გადაერჩინა თავისი სამშობლო აოხრებისგან, აწეოკებისგან, რომ ასე გადაწყვიტა, რომ წასულიყო თვითონ და მერე იქ რა თქმა უნდა მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა, რაზეც სასტიკი ვარი განაცხადა მეფემ და ამის გამო აწამეს. აი, როდესაც დემეტრე მეფე მონღოლთა ურდოში წავიდაო, მან ყავდა ძალიან ძვირფასი და საყვარელი მეუღლე ნათელა. ეს ნათელა წარმოშობით იყო ახალციხიდან. ანუ მესხი იყო წარმოშობით და ამიტომ მას ერთი შვილი გადარჩა, პატარა შვილი და აი იმ შვილის რომ ესე იგი მტერს არ მოეკლა და ესე იგი გადაემალა სადღაც მთებში, ყველაზე კაი ადგილი მესხეთი აარჩიეს, ანუ თავის დედულეთში წაიყვანეს. პატარა გიორგი და დედამ აღზარდა ესე იგი მაღალი ჭკუითო, ნახე როგორ წერია, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამული შვილობითა და განათლებით. ანუ რაც ქართველ მეფეს ჭირდება ქართველ კაცს, ყველა იმ თვისებებით შემკული იყო ბავშვობიდანვე გიორგი. უფლის წულში განხორციელდა მამისა და დედის იშვიათი ღირსებანი, როგორიც იყო თამარ მეფეშიო. და აი მინდა გითხრათ, რომ აი ამ ტექსტს ჩვენი საყვარელი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი გვიწერს და მე აი ვცდილობ, რომ ის ტექსტები ესე იგი დაუზიანებლად მოგაწოდოთ, როგორ წერია. თავდაპირველად მეფემ ალაგმა ოსები. აი თუ გახსოვთ ვახტანგ გორგასლის დროსაც ოსები იყვნენ შემოსეული საქართველოს. ეს ოსები ჩვენი ესე იგი კავკასიური ტომის ხალხი არიან და როგორც უკვე ისტორიულად ხედავთ, როგორც საქართველო მოსუსტდება ხოლმე, მაშინათვე ეგრევე გვემტერებიან. ესე იგი ძარცვავენ საქართველოს და ძალიან დიდ ზიანს აყენებდნენ. აი ჩვენმა საყვარელმა მეფემ პირველი დაიწყო ამანაც ოსების ალაგმა, რომელიც გიორგის მცირეწლოვანის დროს მთებიდან ესე იგი გიორგი რო იყო, გიორგი მეფე პატარაო, ჯერ პატარა ყრმა იყო, ბავშვი იყო. აი იმ დროს უკვე აქტიურად ესე იგი შემოესივნენ ჩვენს ქვეყანას ოსები და დაიწყეს ძარცვა გლეჯვა. იცით რომ ამ დროს იტაცებდნენ, ბაზარზე ყიდიდნენ პატარა ბიჭებს, ლამას ქალებს. აი ამით ფულს აკეთებდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ. და
მერე შეუდგა ესე იგი პირველი ხო ოსები გაწმინდაო, დაუწყო ოსებს ბრძოლა და ნახეთ მერე შეუდგა თავგასული ერისთავების დამორჩილებას. როგორც გითხარი, ესე იგი ეს ერისთავები იყვნენ თავადები, რომელთაც ძიძალი მიწები გააჩნდათ, ყავდათ თავიანთი გლეხობა და აი ზოგჯერ მეფეს არ ემორჩილებოდნენ ხოლმე. ისინი მეფისგან დამოუკიდებლად სხვა უცხოეთის ქვეყნებში მიდიოდნენ, იმათ მეფეებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და თავისი პირადი ესე იგი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდნენ მეფისგან დამოუკიდებლად ისეთ ურთიერთობებს, რომელიც მათ დაიცავდათ, მათ და მათ ესე იგი საერისთავოებს. მაგრამ ქვეყნისთვის ეს დამაზიანებელი იყო. ქვეყანა როდის არის ძლიერი, როცა ერთ მუშკად ერთიანად არის შეკრული და ერთი მეფე ხელმძღვანელობს თავის ქვეყანას. და ზოგადად ეს საქართველოში აი ამ თავადების ერისთავების შეკრება ერთი მეფის ბრძანებლობის ქვეშ ეს პრობლემა იყო ხოლმე და ადვილი მისაღწევი არ იყო. ამიტომ აი ძლიერი მეფეების პირველი პრობლემა იყო ის, რომ ეს ერისთავები და თავადები როგორ ერთიან ქართული იდეით როგორ შემოეკრიბა მეფეს. აი ეგ იყო ჩვენთვის ნომერ პირველი პრობლემა. აქაც ნახეთ ახლა ესეც მკაცრი გამოდგა. იცით რომ დავით აღმაშენებელი იყო მკაცრი, იმანაც ამით დაიწყო, მაგრამ დავით აღმაშენებელმა სიმკაცრით დასაჯა. გახსოვთ მოგიყევით მე. ხო და აი აქაცო ჩვენმა საყვარელმა გიორგი ბრწყინვალემ ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგი თანამდებობიდან გადააყენა, ზოგი კი ესე იგი უბრალოდ სიტყვით დასაჯა. მათ ნაცვლად დანიშნა ნიჭიერი, ერთგული და ქვეყნისათვის თავდადებული ქართველები. ესე იგი ნახეთ რა გააკეთა, ორგულები და ქვეყნის მტრები გაანთავისუფლა ან დასაჯა, ზოგი როგორ, ზოგი მეტი სიმკაცრით, ზოგი ნაკლები და მათ ადგილას კი ქვეყნისთვის თავდადებული ქართველები, ნიჭიერი, ესე იგი ბუდე ქართველები დანიშნა. უკეთ მოაწყო სასულიერო საქმეებიც. ახლა რა არის ეს სასულიერო საქმეები? არის იცით თქვენ რომ ერთი პატრიარქი ყავს ეკლესიას და ეპარქიებად არის დაყოფილი ეკლესია. აი როგორიც მაგალითად სურამისა და ხაშურის ეპარქია, აი ჩვენი ტკოცელები სადაც არიან. აი მცხეთა თბილისის ეპარქია ცალკეა, სადაც ჩვენი ლუკა ქორიძეა და ასე შემდეგ. მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია იქით ცალკე, აქეთ რუსთავის ეპარქია და ეპარქიებს ხელმძღვანელობენ ეპისკოპოსები. აი ახლა უყურეთ, აქაც როგორ არის, ხო? პატრიარქი ხელმძღვანელი და სინოდის წევრები არიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსები. ზოგი მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი. აი ახლა უყურეთ, აქაც როცა სულიერებაში ცხოვრობ ჩვენ არ ყავდა ყოველთვის ასეთი წმინდა გულის ხალხი და აქაც ადგილი ჰქონდა ზოგჯერ ღალატს, ზოგჯერ რაღაცა დარღვევებს, უწმინდურობას. აი თუ გახსოვთ, დავით აღმაშენებელმაც პირველიც ეკლესიის წმენდით დაიწყო. თამარ მეფემ ასევე სულიერებაში გაწმინდა ყველა უღირსი ჩამოაშორეს თანამდებობას და ყველა მართალი და წმინდა კიდე ესე იგი დააწინაურეს. აქაც ნახეთ, გიორგი ბრწყინვალემაც სასულიერო ცხოვრება ლამაზად მოაწყო, უღირსები გადააყენა, დასაჯა, ღირსეული კი აკურთხა და უფროსებად დააყენა. როცა თავის სამეფო კარზე სრული წესრიგი დაამყარა, გიორგი შეუდგა საქართველოს ერთობის აღდგენას. ნახეთ, უყურეთ ძლიერი მეფეები როგორ აკეთებენ. ჯერ შინაური საქმეების მოწესრიგებას ცდილობენ, რომ მოაწესრიგონ შიგა საქმეები, ერთიანობა რო იყოს, უღირსები რო, იმიტომ რომ თუ უღირსები თანამდებობაზე არიან, შესაბამისად, ხო,
ქვეყნის სათავეში, ესე იგი ისეთი ხალხი იქნება, რომ გინდა თუ არ გინდა პროპაგანდას უწევენ ესე მერე უღირს საქციელს და ამიტომ ზნეობა, წესრიგი ეს თავის ადგილზე არ არის და როდესაც ქვეყანაში საღვთოდ არ მიმდინარეობს საქმე, ასეთი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ვერანაირად ვერ იქნება. აი მხოლოდ მაშინ მივიღეთ ჩვენ ერთიანი ძლიერი სახელმწიფო საქართველო, როდესაც ჩვენ სათავეში ყვავდნენ ესე იგი მორწმუნე მეფეები. სულით სუფთა მეფეები, მლოცველები, აღსარებლები, მაზიარებლები. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ყველაზე გამორჩეული ჩვენ ვისწავლეთ, ეგ იყო ვახტანგ გორგასალი, ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, ასეთი იყო თამარ მეფე. აი რითი მიაღწიეს მათ ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით, თვითონაც არ აცდენდნენ სულიერ ცხოვრებას და შესაბამისად ითხოვდნენ კიდეც, რომ მთავრობაში მყოფი ქართველები სიწმინდით რომ მოითხოვდნენ სიწმინდით ცხოვრებას და მერე შესაბამისად წარმოიდგინე ახლა შენი მეფე და ერისთავი და ქვეყნის მართველი რომ ეკლესიურად ცხოვრობს და წირვას არ აცდენს, ხო? მისი გლეხობა და მის ხელმძღვანელობაში მყოფი ხალხიც ესე იგი ცდილობს რომ თავის მმართველს ასიამოვნონ და აი ასე ეკლესიურად და როცა უკვე ერი თვითონ მასიურად უკვე სუფთად ცხოვრობს, აი ღმერთი არ დააყოვნებს ასეთი ერის წინსვლას და წარმატებას. აი ძირითადად ხო და მინდა გითხრათ, რომ გიორგი ბრწყინვალეც აი ამ დიდებული მეფეების გვერდით იმყოფება, აი როგორიც ჩამოგითვალეთ. ეხლა ნახეთ აქრეები დაატრიალა ამ ჩვენმა საყვარელმა მეფემ. იმერეთში მაშინ ბავშვებო, ესე იგი სხვა მეფე იყო და იმერეთის მართველი მეფე არ მოწონდა იმერეთ ხალხს. ესე იგი ვერ იყო ხალხის საყვარელი მეფე. ამით გიორგი ბრწყინვალემ ისარგებლა, ხო და ესე იგი მივიდა მეფობა ჩამოართვა სურამის მთაზეო, დაატყვევა იქაური მეფე და რამდენი ხნის შემდეგ მოხდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება, ანუ ერთიანობა აღდგა. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი. აი რატო გვიხარია ვახტანგ გორგასლის მეფობა და მისი ისტორია, დავით აღმაშენებლის, თამარის, აი პირველ რიგში მათ რაც მოახერხეს, გააერთიანეს საქართველო და რა იდეით გააერთიანეს? გააერთიანეს ქართული იდეით. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ღმერთი ნიშნავს, რომ იყვნენ თვითონაც აღსარებლები, ანუ მართლმადიდებლები და ეკლესიურად სუფთად წმინდად ცხოვრობდნენ და მოითხოვდნენ კიდეც, რომ ქვეყანაში ყოფილიყო აი ასეთი მიმართულება, ეკლესიური ცხოვრება, სიწმინდე და სისუფთავე. რა თქმა უნდა, იყო ეროვნული სულისკვეთება, ეს ნიშნავდა, რომ ქართული ენით მიდიოდა სწავლება, მიდიოდა სახელმწიფო ენად იყო ქართული ენა გამოცხადებული და სახელმწიფო ენა იყო ქართული ენა. როცა სხვა მეფეების და იმების დროს ეს ჭირდა და ეს ადვილი საქმე სულაც არ იყო. აი ამანაც ჩვენმა საყვარელმა გიორგი ბრწყინვალემაც აი ასე ერთიანი ძალით ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალა და ნახეთ ახლა რა საინტერესოდ გვიწერს ჩვენი საყვარელი იაკობ გოგებაშვილი, კვლავ აღმოფწყინდა მცხე საქართველოს ერთობისაო. ესე გაერთიანდა საქართველო, გაძლიერდა ქვეყანა, ზურგი გაუმაგრდა, წელში გაიმართაო. ესე იგი ისევ გაერთიანდა მთელი საქართველოს ტერიტორია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი მაღარ დააყოვნა და მონღოლებზე გაილაშქრა. დაამარცხა ისინი რამდენჯერმე, საქართველოდან გააძევა და ეს სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა. აი მე ხო გითხარით, რომ ამ დროს მონღოლები თარეშობდნენ საქართველოში, ნახეთ ამანაც რა გააკეთა, ჯერ გააძლიერა
შიგნით გააერთიანა ქვეყანა, გააღონიერა, გაამძლავრა და მერე დაიწყო უკან მტრების მოგერია. და აი, როგორც აქ წერია, იაკობ გოგებაშვილი გვეუბნება, რომ მონღოლები განდევნა საქართველოდან. ამოისურდა ქვეყანა. აი, ასეთი მიდგომა ჰქონდათ ჩვენ მეფეებს. მეფე ამითაც არ დაგმაყოფილდა, მან დაამარცხა მოუსვენარი ლეკებიც და მათ ხარკი დააკისრა. ეხლა რა არის ეს ხარკის დაკისრა? ხო გითხარით, რომ ეს ლეკები თავს დაგვესხმოდნენ ხოლმე და იტაცებდნენ ქართველებს და ეს რო იცოდა, როცა გაძლიერდა გიორგი ბრწყინვალე, ესე იგი ამ ლეკებზე თარეში ბრძანა, ანუ შეტევაზე გადავიდა, დაამარცხა ისინი და ჯარი მათ დაადო, რომ აი ამადა ამდენ თანხას გადაუხდიდა ქვეყანას. ანუ ჩვენ დახარკა, ნიშნავს, რომ ყოველ თვიურს თუ ყოველ წლიურს რაღაც დიდძალ ანაზღაურებას უხდიდა. ჯარიმის სახით შეიძლება ასე ვთქვათ და დახარკა ამას ნიშნავს, რომ მთელი აქეთა კავკასიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გიორგი მეფის საბრძანებელი გახდა. განახლდა თამარ მეფის დიდებული დრო. საქართველო აღდგა, ჯანღონი თავისო და დიდებით შეიმოსა. დავტოვით იაკობ გოგებაშვილი, როგორი ქართული, ესე იგი, სილამაზით აღწერს ამ ყველაფერს. აი, რაღაცა სიხარულით აღწერს ამ ყველაფერს. ეხლა კიდევ ერთი განსაკუთრებული, რაც გააკეთა გიორგი ბრწყინვალემ. გიორგი მეფემ შეადგინა ქვეყნის გამგეობისა და მართვის წმინდა ზნეობის, ქვეყნის სამსახურის კანონები, დაარქვა ამ კრებულს ძეგლისდება და სახელმძღვანელოდ გამოსცა თავის ქვეშევრდომთათვის. ხლა ეს რას ნიშნავს? აი, შექმნა ქვეყნის კანონები და მოითხოვა, რომ ვინც ამ ქვეყანაში იცხოვრებს, აი ეს კანონები დაიცვას ყველა. ეს სხვათა შორის, ესე იგი, მაქვს სამომავლოდ თქვენთვის მინდა, რომ აი ეს ძეგლისდება მარტივი ენით, რომ ესე იგი აღვადგინო მე და მარტივი ენით რაღაცა ჩვენ პროგრამაში სადღაც არსებობდეს, იმიტომ რომ აქ არის ის მოთხოვნილებები, რაც ამ ქვეყანაში ვინც იცხოვრებს, ყველამ უნდა დაიცვას და დაემორჩილოს ამ კანონებს. აი ხა მე მაგალითად გულწრფელად რო გითხოთ, რაც არ მომწონს დღეს არსებულ კანონთა შორის, ჩვენ ხო ერთი ოჯახი ვართ, ეხლა რამოდენიმეს გეტყვით, აი მე რა არ მომწონს და მიმაჩნია, რომ არასწორი, ესე იგი, კანონებით მიდის ჩვენი ქვეყანა ამ წუთას. აი, პირველი, შეიძლება ითქვას, სრული კატასტროფა არის, ვერანაირად სახელმწიფო ვერ ეხმარება მაღალმთიან სოფლების მოსახლეობას. ხევსურები, ფშავები, იქით მოხევები, გუდამაყრელები, აგერ ჩვენ ახლა გახდით ჯავახეთში, სულ ერთეული ქართველები ცხოვრობენ იქ. და საერთოდ არ ზრუნავს ეს ქვეყანა, რომ რაღაცა ან დიდძალი დახმარება მიაწოდოს, ან რაღაცა დაუნიშნოს, რაღაცა წამახალისებელი თანხა გადასცეს, ან რაღაცა ცხვარწროხა დაურიგოს. ესეთი დახმარებები ჩვენ თუ არ გავწიეთ მაღალმთაში ძნელი პირობებია საცხოვრებელი. ასეთი ადვილი კი არ არის ცხოვრება. იქ თითოეულა ადამიანიღა ცხოვრობს. მერე წარმოიდგინეთ, ბავშვები სტუდენტობის დროს რომ მოდიან ქალაქში, აღარ ბრუნდებიან, იცით უკან. და იცლება და იცლება, აი, მთელი საქართველოში თაში არის უკიდურესად მძიმე სიტუაცია. თაში კი არა, უკვე საქართველოს სოფლებშიც კი უკვე დაიცალა, სკოლები დაცოტავდა. აი, ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული საყვარელი პოეტის ვაჟა ფშაველას სოფელ ჩარგალში 2 ბავშვია იცით სკოლაში. თან იცით რა მოხდა? წელს თურმე სკოლა იხურებოდა უკვე, იმიტომ რომ არც ერთი ბავშვი აღარ შემოვიდა და ფშავიდან წასული ქალაქში იყო ერთი მოძღვარი, რომელმაც ეს რო გაიგო, რომ სკოლა იხურებაო, მერე სკოლის გახსნა უკვე ძალიან ძნელია თუ ერთი დაიხურა. და ადგა და თავის პატარა გოგონას მოკიდა ხელი
წავიდა დაბრუნდა საცხოვრებლად თავის მშობლიურ ჩარგალში, ფშავში და ამ ერთი გოგოს გამო სკოლა გადაარჩინა. ეს რო გაიგო, კიდევ ერთმა ფშაველმა ჩამოიყვანა თავისი შვილიც ქალაქიდან და ორი ბავშვი გახდა და ამ დროს სკოლა რო გაიხსნა, ერთი პირველკლასელი ყავთ და სამი ადამიანი სწავლობს სკოლაში. აი ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ ჩავიდეთ, გავიცნოთ, მოვეფეროთ. მე უკვე დირექტორს ვესაუბრე, მამა ლაზარე ქვია იმ მოძღვარს, მე ვიზეც გესაუბრეთ, ძალიან თბილი ადამიანია და გითხრა ჩამოდითო და ერთად წირვა დავაყენოთო, ვეზიაროთო. იცით თქვენ რომ ჩვენ მთელი ყურადღება ფშავ-ხევსურეთისკენა გვაქვს ახლა მიმართული, რომ რაღაცნაირად ის თითოეულა ბავშვი, რომელიც იქ ცხოვრობს, რაღაცნაირად შევასახელოთ, გავაძლიეროთ, უთხრათ, რომ თქვენ გმირები ხართ და ჩვენ დამნაშავეები, რომ ვერ გეხმარებით. ეს ერთი. ანუ ძალიან დაბალი ყურადღება ექცევა დემოგრაფიის პრობლემას ჩვენს ერში. რა არის დემოგრაფია? მრავალშვილიან ოჯახებზე უნდა იყოს დიდი დახმარებები ძალიან. ანუ აი ქართულს უნდა უხაროდეს შვილის გაჩენა და ამაზე სახელმწიფო უნდა იხდიდეს. აი 1000 ვარიანტები არსებობს. როგორ აი მაგალითად ძალიან კარგი კანონი გამოსცა თიანეთის მერმა. ჩვენ სხვათა შორის ვიცნობთ ამ კაცს, ეკლესიური კაცია, გულანთებული ახალგაზრდა კაცი და რაღაცა ისეთი კარგი პრემიები დააწეს. აი თითო ბავშვზე თუ რუსთავში 20-25 ლარია დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს, თიანეთში 150 ლარია. ეხლა უყურე, ჩვენ იცით რომ ყავს ოჯახები, სადაც 8 შვილი ყავთ, 6 შვილი ყავთ, 10 შვილი ყავთ. ეხლა აი მოდი 10 შვილიანი ოჯახი, ვასაძეები. უყურეთ, როცა 10 შვილი ყავს, უკვე ნახეთ თუ თიანეთში ცხოვრებ, 1500 ლარი გამოდის მარტო ამის პრემია რო აიღო. მე ეთქვათ კიდე გაგიჩნდა შვილი, ხო? დახმარებები ყოფილა 5000, 10, თუ ტყუპები შეგეძინა ელენე, თურმე ყოფილა 10000. და ესეთი კაი დახმარებები რა. ხო და აი ასეთი რამე ხო შეიძლება ფშავ-ხევსურეთზე გაკეთდეს, ხევზე გაკეთდეს, აგერ ჯავახეთზე გაკეთდეს. ჩემი აზრით ეს აუცილებელი. მერე აი რაღაცნაირი პროპაგანდა უნდა დაიწყოს. არ ვიცი რა ფორმით, ალბათ ჩემზე ჭკვიანი ხალხი ამას ჩემზე უკეთესად მოიფიქრებს, რომ რაღაცნაირად შემცირდეს აბორტების რაოდენობა. აბორტი არის დედა რომ მუცელში თავის შვილს კლავს. ეხლა ყოფილა ისეთი საშინელი რაღაც წამლები, ტაბლეტები, ესე ვითომცა არაფერი, ამაზე არავინ არ უყვებათ ბავშვებს, რომ ეს იგივე აბორტია და შვილის მკვლელობა. ესე თურმე აფთიაქებში ყიდულობენ და ისე კლავენ თავის შვილებს, ვითომცა არაფერი. და ეს ხო დიდი ცოდვაა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. მცირდება და მცირდება ჩვენი ერი. სამაგიეროდ აბა დააკვირდით უცხოელები, რამდენი შვილები ყავთ? 8, 10, 12, აბა დააკვირდით. ჩვენ სამშობლოში მცხოვრებს სხვა ერის ხალხს და მერე ძალიან ცუდი კანონები გვაქვს ქართული მიწის შესახებ. რატო უნდა იყიდებოდეს ქართული მიწა უცხოელზე? მითხარით. ამის უფლება რატო უნდა კონდეს ვიღაცას, რომ ქართული მიწა გაიყიდოს? ეს უნდა იყოს სახელმწიფო კუთვნილება. აი შემაძრუწუნებელ ფაქტს გეტყვით, ქვემო ქართლში არის ერთი ოქროს საბადოების მთა და უცხოელებს აქვთ ნაყიდი, ჩემო ბატონო, და დღეში, რა ვიცი, ერთი დაახლოებით 1000-მდე კამაზი ოქრო გადის, მუშავდება და სულ უცხოეთში გადის თურმე. პროცენტსაც კი არ ტოვებენ საქართველოში. აი ეს რა უბედურება, როგორ შეიძლება ვიღაცა ებრაელმა მოვიდეს და ქართული წიაღისეული იყიდოს, აბა? როცა შეუძლია პარლამენტმა მიიღოს კანონი და თქვას, რომ ქართული მიწა არ გაიცეს უცხოელზე, მოჩა. აბა უცხოელები, რა გონიათ უცხოელებში რო ჩახვალთ? ისინი უცხოელზე მიწას ვინმეს მიცემენ? აი ამაში უნდა მიუბადოთ უცხოელებს. სულში კი არ უნდა მიუბადოთ, კარგში უნდა მიუბადოთ, მათ ბევრი კარგი აქვთ. ხო და ჩვენ კიდე აბა რა გამოგდის აი ასე. მერე ძალიან ცუდად ექცევიან საქართველოში, აი რომ ვიღაცამ წამოიწო მცირე ბიზნესი, საოჯახო, ხო? ქართველებს ჩვენი კანონი ექცევა ცუდად
ჩვენი დღეს არსებული კონსტიტუციის კანონები და უცხოელებზე კიდე მოხსნილია გადასახადები და უწყობენ მაქსიმალურად ხელს. კაცო, პირიქით არ უნდა იყოს? შედალოცილო ქართულ კაცს ილია ჭავჭავაძემ ბანკი რატო გახსნა? ჩემო ძვირფასებო. იმ ბანკიდან ძალიანი დაბალი პროცენტით ეხმარებოდა ხალხს და ხელს უწყობდა, რომ გაძლიერებულიყვნენ თავისი ოჯახის ბიზნესი შეექმნათ. აი, რას გულისხმობ, იცი? აი სიტყვაზე ლუკა ქორიძის ოჯახმა, რომ დაიწყოს თაფლის წარმოება. ნატალია ბლიაძის ოჯახმა, რომ დაიწყოს ღვინის წარმოება, ქვევრის ღვინის. ელენე ძინძივაძის ოჯახმა, რომ დაიწყოს აბრეშუმის ჭიის ბიზნესი და ასე რომ მოუძლიერდება. ჩემი აზრით, სახელმწიფოს უნდა ეხმარებოდეს, პროცენტებს კი არ უნდა უდებდეს, რომელიც იზრდება იპოთეკურად აძლევენ და მერე იჭედება ეს ყველა. პირიქით მოეხმარე სახელმწიფო, რაც უფრო ბევრი ძლიერი ოჯახი გეყოლება, ძლიერი სახელმწიფო არ იქნები. აი ეს წესიც არ მომწონს. და კიდევ მრავალი ახლა შორს წაგვიყვანს ეგენი და ხო, არ ექცევა სოფლის მეურნეობა სათანადო ყურადღება. არ ექცევა კიდევ იმეორებ, ჩვენ ბევრი მთები გვაქვს საქართველოში, მთიანი საძოვრები და იქ უნდა მაქსიმალურად ქვეყანა დაინტერესდეს და საქართველოში ოდითგან იყო მეცხვარეობა, მეძროხეობა, ეს უნდა გავრცელდეს აქტიურად. იცით რა საოცარი ფაქტი წერია? ქიზიყში თურმე არსებობდა მაჩხაანში ერთი მაგარი ქართველი კაცი, ბიზნესმენი, მაგარი სამშობლოს მოყვარული დიმიტრი მაჩხანელი. ასე იწერება, ილია ჭავჭავაძის მეგობარი. და იცით რა გაუკეთებია? მიეხმარა თავისოფლს, მიეხმარა და დედამიწის ზურგზე ასეთი რამე არავის არ გაუკეთებია. ეთო მასწავლებელო, 400,000 საქონელი იყო ერთ სოფელში. ეთყობა თვითონ ყიდულობდა ამას და სოფელს ასაქმებდა. და ყველაზე ძლიერი სოფელი ყოფილა მთელს ევროპაში თურმე მაჩხაანი. და ეხლაც კი ემჩნევა მაჩხაანსო, მაშინდელი ძლიერება ჯერ კიდე შერჩენილი აქო, დღესაც წერია ხოლმე ნაწერებში. ჩვენ ვეძებთ, ახლა იქნება რამე აღმოჩნდეს ამ სოფლის არქივში ამის შესახებ და როგორ აკეთებდნენ, რა აკეთებდნენ, რომ გაგაცნოთ და ჩვენც ვისწავლოთ და აი მე თან რა მგონია, იცით, რომ ხო საქართველოში და უცხოეთშიც ყავს ქართველი ბიზნესმენები, რომ მილიონები დააგროვეს, აგი 10 მილიონი, 100 მილიონი, რაღაცნაირად უნდა დაიწყოს და ამ ბიზნესმენებმა თავის სოფელში უნდა გააკეთონ ასეთი რაღაცა, რომ სოფელი გაამაგრონ, ააყვავონ და აი ესე წინსვლა დაიწყოს, რომ მოძლიერდეს იქ ხალხი და აი მე რომ მქონდეს საშუალება სიტყვაზე აი დავაწესებდი, რომ სამშობლოს ცოდნეობის ყველა მრავალშვილიან ოჯახს რომ მქონდეს საშუალება დაურიგებდი $1000 მაგალითად ყოველ თვე და აბა და რამდენი კიდე ბავშვს გაჩენ და დაუმატებდი კიდე პრემიას $10,000, $20,000. აი ესე უნდა დავიწყოთ, ჩვენ რომ იმას უხაროდეს. ასევე ჩვენ უნდა პროპაგანდა გავწიოთ, რომ ვინც სოფელში წავა საცხოვრებლად, უნდა მოუხსნათ გადასახადები, დავეხმაროთ სახელმწიფოდან, მივცეთ ტრაქტორები, მიწაწყალი, ესე იგი შეუქმნათ პირობები, რომ თავისი საქმიანობა დაიწყონ და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს და დიდი ოცნება შეიძლება ითქვას, რომ აი ჩვენი სამშობლოს ცოდნეობის ბავშვები აგერ უკვე წამოიზარდნენ, იცით თქვენ, რომ ზოგი სტუდენტები ყავს, ზოგი უკვე სტუდენტებას რო ამთავრებს, ზოგი შეყვარებულიც ყავს უკვე და აი ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს ბავშვები დასახლდნენ სოფელში. აი ზუსტად წარმოიდგინეთ, ერთი პრეცედენტიც რომ მოხდეს, რომ ქალაქელი ბავშვები სამშობლოს სიყვარულით, ურთიერთსიყვარულით ჩვენი გაზრდილი სამშობლოს ცოდნეობის ბავშვები წავიდნენ და სოფელში დასახლდნენ და მერე ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ისინი იყვნენ ძლიერად. გაუგზავნოთ აქედან თბილი წერილები, წინდები გაუგზავნოთ, ქუდები გაუგზავნოთ, ლამაზი, ღვინო გაუგზავნოთ და აი ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად გავაძლიეროთ და როგორცვე ერთ ძლიერ სოფელს ესე იგი ავაღორძინებთ, ეგრევე სხვები მობაწავენ ამ სოფელს და ასე დაიწყება მასიურად ეს პროცესი. მოხედავ მსოფლიოში როგორ იძაბება სიტუაცია.
აი ესეთი რამე წერია, რომ ცოტა ხანში ისეთი ამბები ატყდება, ეს წინასწარმეტყველი ყველა ქართველი თავის სამშობლოს დაუბრუნდება, ისეთი რაღაცები მოხდება. და ისინი თუ ჩამოვლენ უკვე, კარგად შეძლებულად ჩამოვლენ, კარგად აქვთ მოგროვილი და აი თუ სოფელში დაბრუნდნენ და დაიწყეს ესეთი აღორძინება, ჩვენ ეს ილია ჭავჭავაძემ გვასწავლა და მოკლედ სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ასეთი აღორძინების საქმით ჩვენ ერთიანად გავწიოთ. ერთმანეთს მოვეხმაროთ და ხო, ეხლა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეხლა მე რატომ მოვაყოლე ამას, რომ აი ესეთი ძეგლისტება დღეს როგორც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენ სახელმწიფოს, რომ უნდა ეროვნული პოლიტიკა შეიქმნას. რას ნიშნავს ეროვნული? აი ქართველი ხალხი როგორ მოძლიერდეს. ქართველმა ხალხმა როგორ, იმიტომ რომ თუ ოჯახი ძლიერი არ არის, ბავშვის როგორ გაზდის და როგორ ხო უნდა ის ასწავლო კაცო მარტო შვილის გაჩენა ხო, შვილის გაჩენას რა უნდა, შვილის გაზრდა მთავარიო, ხალხური ლექსი არის. ხო და უნდა ჩვენ ძლიერი ოჯახები გქონდეს, პატრიარქმა ასე გვითხრა, რომ სიღარიბეს ნუ შეეჩვევითო, სიღარიბე მიცის შეჩვევაო. და ისე კი არ უნდა იყო, რომ სხვას ხელში შეყურებდე, რას დაგეხმარებაო. შენ უნდა თავიდანვე განწყობა იქონიო, რომ ძლიერი იყო, რომ სხვას როგორ დაეხმარო, იმაზე იფიქრო. აი ასეთი სიძლიერითა და სიბრძნით მართა გიორგი მთელი საქართველო 28 წელიო. ხედავთ, 28 წელი იყო მეფე. სწორედ იმდენ ხანს, რამდენ წელსაც იმეფა თამარმაო. ანუ თამარ მეფეს და გიორგი ბრწყინვალეს ორივეს 28 წელი უმეფია საქართველოში და სწორედ ამიტომ მადლიარმა ერმა მას ბრწყინვალე გიორგი დაარქვა და აქამდე ამ სახელით იხსენიებს მასო. აი ასეთი სახელოვანი ბრწყინვალე მეფე ყავს ჩვენს ისტორიას, რომელმაც თუ დააკვირდებით, რითი გამოვარჩიეთ, იცი ჩვენც, რომ ზნეობა შექმნა მართლმადიდებულ საწყისებზე დაყრდნობით, ეროვნული პოლიტიკა, ნახეთ, ძეგლისტება გამოსცა და ამას ვერავინ ვერ დაარღვევდა. რას ქვია, წახვიდე და რას ქვია უძდელური სიტყვა თქვა და რას ქვია, რასაც მიწა გაყიდო. რა ვინ გაყიდიდა მაშინ მიწას? საერთაშორის მინდა გითხრათ, რომ ეხლა ეთომასწავლებელო ჯავახეთში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ესე იგი, აქეთ ხო ახალციხის მთებია, ვარძიის მთები ქვია, აი სადაც ვარძია კლდეში გამოკვეთილი. ხო და აქეთ ამ მხარე, ზედა მხარე უკვე ჯავახეთია და ჯავახეთი ზემოდან დაყურებს ვარძიას. აი ვარძიას რო ნახულობ, გონია რომ ყველაზე გრანდიოზული ადგილია მსოფლიოში. მაგრამ ამ ჯავახეთიდან რო გადმოხედავ ლუიზა, ისეთი პატარა გეჩვენება ვარძია, ესე იგი ზემოდან დევივით დაყურებ. წარმოიდგინეთ რა საოცრება და ერთადერთი ქართული სოფელია. სულ 30-მდე ბავშვი სწავლობს. იმის იქით არის სომხური დასახლება. აი რო გაიარო 10 კილომეტრი, 20 კილომეტრი, 40 კილომეტრი, 60 კილომეტრი შეიძლება 1-2 ქართველი ძლის შეხვდეს. სულ სომხები არიან გარშემო. ხო და ძალიან მაგარი ხალხი გავიცანით და იქ ამბობენ, რომ აქო ღალატად ითვლებაო უცხოეთზე ვინც მიწა გაყიდეს, არა უყიდითო ჩვენ. გვიჭირსო, მაგრამ თან ელენე რა მითხრეს იცი? აი თქვათ ღირსო 10,000 მიწაო და გადაწყვი და გაყიდვაო, დაწერე რომ უყიდი მიწას. ეგრევე მოვლენ სომხებიო და 10-ის ნაცვლად 40,000 მოგცემენ. 50,000 მოგცემენ და თან რა ვიცითო, იცი? მათი მთავრობა და სასულიერო ლიდერები რა, ის სომხური ეკლესიის, ეგენი არ არიან მართლმადიდებლები, რაღაცა დარღვევები აქვთ, ანუ ჭეშმარიტებას არ მისდევენ, დაარღვიეს სარწმუნოება, თუმს იქით აძლევენ, ოღონდაც აქ ჩასახლდენო რა. ანუ ფარული გეგმები აქვთ, როგორც საქართველოს გაუჭირდება, როგორც ჩამოგვაჭრა ნეგადგილები და ჩამოგვართვა. აი ესეთი სიმძიმის მდგომარეობა მარნეულში, უცხოელებით სავსე და მანიში უკიდურესი ესე იგი სიმცირეა ქართველების. ალგეთის ხეობა, ცნობილი ალგეთის ხეობა, რომ მოიარო ათეულებით კილომეტრი, ერთი ქართული წარწერებიც კი აღარ არის. სულ მან თათრული წარწერებია, სოფლებსაც თუ თათრული სახელებია. და ამაზე ზრუნავს ვინმე? ეს ჩვენი პრობლემა არ არის?
როგორც გითხარით, ჯავახეთში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა, ხო და ჯერ რაცა გვაქვს იმას არ უვლით და რაც არა გვაქვს იმას როგორ დავიბრუნებთ, აბა მითხარით, აი რატო? იმიტომ რომ ეროვნული პოლიტიკა არა გვაქვს ჩვენ. არა გვაქვს მართლმადიდებლო ეროვნული პოლიტიკა უნდა გქონდეს, პატრიარქს არ უჯერებთ. აი პატრიარქი თავის ეპისტოლეებში სულ ამასაც წერს, რაზეც ახლა მე გეუბნებით, მაგრამ სამწუხაროდ ხალხი არ უსმენს. ნუ თავრობას გულისხმობდა. ამიტომაც თქვენ უნდა მოხვიდეთ ბავშვებო მთავრობაში, სასამართლოში, ის პარლამენტშიც რომ კანონები შევცვალოთ ჩვენი ერისთვის სასიკეთოდ და ეროვნული სულისკვეთებით რომ გავიმსჭვალოთ და გავაძლიეროთ პირველ რიგში სოფლები. სოფლები თუ არა ვაღორძინეთ, არაფერი არ გამოვა. მე სასიხარულო ამბავს გეტყვით, რომ ეხლა ჩვენ ხო ვემზადებით ბანაკისთვის. თამარ მასწავლებელმა იქ შეხვედრა რო გქონდა, გოგაშენი ქვია იმ სოფელს ჯავახეთში, ქართული სოფელი როდა. არის 1700 მეტრზე არიან. წარმოიდგინეთ, ეზოში გამოხვალ ეთო მასწავლებელი. გადახედავდა სადღაც 1000 მეტრ სიღრმეში ვარძია აქვევით, აი ვარძიას ზემოდან დახურებ რა, ეზოდან გამოხედავ, სასწაული ხედი, აი გული თუ არ გაგიჩერდება არ ვიცი, პირველად რომ ნახეთ, ის ახტაცებისგან შეგეშინდება რა. აი ესეთია საქართველო. ეს ხედი მეცხოვრებაში არ დამავიწყდება. ალბათ ერთ-ერთი აი ხო ფანტასტიკური ხედი აქვს, რომ გადმოხედავ ზედაზნიდან მცხეთას. სვეტი ცხოველი რო პატარაა, ქვევს ავიდა რო უყურებ და მტკვარი და არაგვი როგორ იკეთება და აქეთ ჯვრის მონასტერი ქვევით არის და გრანდიოზული. ვიღაცა ვის თუ გადმოგიხედია სიღნაღიდან კიდე ალაზნის ველის რო გადახედავ, აუ გული გაგიჩერდება ადგილზე, პირველად რო გადახედავ. აი ესეთივე ფანტასტიურია ჯავახეთი და რო გადმოხედავ ვარძიას რა, აი სასწაული. თან ჩვენ გავაკეთეთ, იცი? გავჩერდით მათ, გადავხიეთ ესე ხელები, ვილოცეთ და დავკოცნეთ ქართული მიწა. და ანაბელის მიწაზე დავაწვინეთ იქ და სამშობლოსთვის ფიცი დავდეთ, რომ სამშობლოს არ დავტოვებთ არც ერთი და მოვემსახურებით, შევეწირებით ჩვენ დედა სამშობლოს ქართულ მიწას. და ამით ძლიერდება ჩვენი ძვალი ძლიერდება, ჩვენი გულის სისხლი ძლიერდება, იმიტომ რომ იქ მამა-პაპის დაღვრილი სისხლია და ეს ჩვენი სამშობლოა და მე გპირდებით, ხო, და თამარ მასწავლებელმა იქ ადგა და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ამ ბანაკშიო სოფელ გოგაშენის ბავშვები მოწვეული არიან ჩვენი ხარჯით. ანუ უფასოდ ვიწვევთ ამ ბანაკზე ამ ბავშვებს. არიან ძალიან მაგარი ბავშვები, თბილები, მერე იქ იყო ყაყაჩოების ველი, გვირილების ეს ჩვენი ლამაზი გოგოები რო გაერივნენ ამ ყვავილებში. ყვავილებსა და გოგოებს ვეღარ ვარჩევდი ერთმანეთისგან. ხან ყვავილები მეგონა გოგოები, ხან გოგოები ყვავილები, ამერია ყველაფერი, რა. ხო და მოკლედ იყვნენ ძალიან ბედნიერები და ხო და შევთანხმდით, რომ შემდეგ ზამთხულს გოგაშენში, აი მანდ ვარძიას რო დავყურებთ, ერთი ბანაკი მანდ უნდა მოვაწყოთ. უნდა წაგიყვანოთ ყველა იქა და იგო, აი იქ უნდა ამ პერიოდში არის ფანტასტიურად ლამაზი. და სულ სხვა სილამაზის კიდე არის ჩემო ძვირფასებო ხერთვის. სადაც ჩვენ ხერთვისის სკოლასაც ვეწვიეთ და ასეთი შეფასება გითხრა, მაგარი ბრძენი დირექტორი ყავდათ, ბატონი გიორგი და გამოვიდა და ასე თქვა, რომ ამ ხნის კაცი ვარო მეო, 70 აღარაფერი მიკლიაო, მე ასეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავს. მე ასეთი ძლიერი ღონისძიება, ასეთი ეროვნული, მართლმადიდებლური, აი რომ სულ მიტიროდა გულიო რა, ასეთი ჯერ არ მინახავს და ეს იყო ჩემს დაუვიწყარი წუთებიო და დიდი მადლობაო, ასე გითხრა. მოკლედ ისინი მათაც შევკვირდნენ, რომ შემოგვიერთდებიან სამშობლოს მცოდნეობაში და დღეს ახალ ამბავს გეტყვით ახლა. ჩვენი ხელმძღვანელი ვინც იყო, ვინ წაგვიყვანა ამ სკოლებში, ნუგზა რვანიშვილი მირეკავს და 4 სკოლიდან დამირეკეს, 4 სხვა სკოლიდანო იმ კუთხის. და აქ რა მოგიწყვიათო, ბატონო ნუგზარო მეუნე. ჩვენ სკოლაში როდის ჩამოხვალ და მაგლამას ბავშვებს როდი ყველა თქვენზე ლაპარაკობს, აი თაში ხო იციან ის იმას გადასცემს, ეს ამას და აქ რა გულის ცეცხლი დაგინთიათო, აი ზუსტად ამ სიტყვებს მთელი მესხეთი თქვენზე ლაპარაკობს, რომ ისეთი სიყვარული ჩამოგიტანიათო, რომ აი ხმა უკვე გავრცელდა მთელ თაშიო
ლაპარაკობენ, რომ ისეთი რაღაცა ჩამოვიდა, რაც არასდროს არ გვინახავს. ხო, მაგრამ ჩემ აღტაცებასაც გეტყვით, ჩემი ინსტიტუტის მეგობარი არ დამხვდა იქა სამასწავლებლო და ვიღაც გოგო მომვარდა ცივილ-კივილით, ვიცახი ვინ არის და მერე გამახსენდა სვეტა ზედგენიძე იყო და მე კიდე ვთხარი სვეტა რა სახელია მეთქი და პირველი გაცნობაზე დავარქვი ნათია. სვეტო ხო რუსულად სინათლეს ნიშნავს. ნათია და დღეს ყველა ნათია ზედგენიძე, აიო ჩემი ნათლია არისო თქვა და რა თქვა უნდა წრემლიანი შეხვედრა გქონდა და რა თქმა უნდა გავცვალე ტელეფონები და აღდგება ეს ერთობა და მოკლედ ასე წინ მივდიო. ეხლა ჩემო ვიფასებო რამოდენიმე ფსიქოლოგიური პატარა მოთხრობა უნდა წაგიკითხო. პატარა, გულა. მე პირველი არის დამაკვირდი ასეთი განკითხვა. ეხლა რა არის განკითხვა? განკითხვა არის როცა სხვის ცუდზე ლაპარაკობ შენ. აი ვიღაცის აქციელი არ მოგწონს, ხო და მეორე ადამიანს ეჭორავები ვიღაცის ცუდზე. აი მაგალითად. ელენე ძინძიბაძე, ელენე ძაძამიძეს რო უყვება სიტყვაზე მართაზე. გოგო, გაიგე მართამ რო ეს რაღაცები, აი უი რას ლაპარაკობ იმას რო მართა ხო მეც არ მომწონს ეგ ბავში რაღაცნაირად ხო რაღაცა მე ისაც ეტყვი შეიძლება ყავაც დალიო მაგ დროს. ხო თან ყავის დალევის დროს თურმე კარგი ყოფილა განკითხვა ძალიან ტკბება ამ დროს რა რაღაც. ადამიანი როგორი მოწყობილია, იცი? სხვაზე ცუდს რო ლაპარაკობს, რაღაცა სიტყვას გრძნობს. იცით რატო? იმიტომ რომ თავის ნაკლს მალავს. ნახე? იმიტომ ქსიამოვნებს სხვაზე ცუდი, რომ შენ იმის ფონზე უკეთესი ჩნდები. და თითქოს შენი ცოდები აი სირაქლემას პოზიცია ქვია. სირაქლემამ როგორ აი გამოეკიდა ლომი. ლომი იყო გაბოთხონის სირაქლემა. სირაქლემა ისეთი სწრაფია. ასე დაჰკრავს ფეხებს და ეხლა უნდა დამალო. გაიხედა, იცით როგორ იმალება? ესეთი წვრილი კისერი აქვს და დიდი ფეხები აქვს, ესე ტანი და ჩაყობს მარტო თავს მიწაში და გონია რომ დაიმალა. ხო, გაგლეჯავს ლომი, აბა რა სურა. ანუ ტვინი არა აქვს რა. ეხლა აი ჩვენც ესე მოგდის საკუთარი თავის მიმართ. ვინც სხვის ცუდს ეძებს და სხვის ცუდით ირთობს თავს, ნიშნავს რომ სირაქლემასავით იმალება. თავნისით ცოდვა დამალა სირაქლემასავით. ხო და შეიძლება ერთმანეთს დაუმალოთ, მაგრამ ღმერთს ხო ვერ დაუმალავთ, ჩემო ვიფასებ. და ჩვენ უნდა ყველანი წავსდგეთ უფლის წინაშე. იმის წინაშე, ვისთანაც არც ერთი სიტყვა არ დაიმალება არასდროს. ამიტომ ნახეთ ჭკვიანი კაცი რას აკეთებს. სხვაზე მარტო კარს ლაპარაკობს და თავის თავში ეძებს ნაკლს. აი ეს არის სწორი მიდგომა. მე სხვისი განკითხვა რას მომიტანს ცოდვის მეც. ცოდვას ვამატებ. არაფერი სასარგებლო ჩემში არ არის. მაგრამ ჭკვიანი კაცი მე ვეძებ ჩემში ნაკლს, რატო? აღმოფხრა ის ნაკლი. აღსარებაზე თქვა, გავიწმიდო, გავსუფთავდე. იხდით? და სხვაში კიდე ნაკლს ვანებებ თავს და მარტო კარგს უსვამ ხას. აი, ღალამაზია ეს ელენე კაცო, როგორ მიყვარს ეს ბავში. ჩემი ნათია, ირმა, დეკლა და ასე შემდეგ. გაკვეთილი მაგ ბავშვებო ზემოდან მოუვარე. ხო, ეხლა წავიკითხოთ მოკლედ ეს არის განკითხვა. ერთ-ერთ მონასტერში ერთმა ძმამ დიდი ცოდვა ჩაიდინა. მის განსასჯელად ერთ ბრძენ მეუდაბნოეს მოუხმეს. ანუ დიდი ბრძენი მეუდაბნე იყო და მოდი ეს უნდა დავსაჯდო. ნიკოლოზ შუბითიძემ რაღაცა ხაშურში დააშავა და დაგვიძახა ხათუნა მასწავლებელმა და წავიდა ეხლა კომისია დასასჯელად მივდივართ. ესე იგი ეთო მასწავლებელი, ლალი მასწავლებელი და თამარ მასწავლებელი და მე 4 მივდივართ მასწავლებლები რომ უნდა დავსაჯოთ ნიკოლოზი. ხო და ეხლა მოდი მოვყვეთ ეთერ მასწავლებელს. ეთო მასწავლებელზე აქციაურობ. რა გააკეთა ეთო მასწავლებელი? გაუხრეტია ეთო მასწავლებელს სათლი არის ვედრო, აი წყალი რომ მიგვაქვს ხოლმე და დაუსხავთ ხეხის, ხო? ესე დაუხრეტია რა, ძირი. და
ჩაუყრია ქვიშა, მოდის და გასდის რა ეს ქვიშა. აბა ვისაუბრ, ჩვენ გაუარეთ, აბა თომასწავლებელო, მზათა ხარ, წავიდეთ, ნიკოლოზი უნდა დავსაჯოთ ერთ. ცოდვა ჩაიდინა. მოიცა, აიღო თავისი ეს სათლი, ანუ გაფრეტილი ვედრა და მივდივარ. აი უყურე ახლა ფსკერზეო, ანუ ძირზე ნახრეტები გაუკვეთა ქვიში თავსო და ეს სათლი, ანუ ვედრო მონასტერში წამოიღო. იღუმენმა საწს ყურადღება მიაქცია და კითხა, რას ნიშნავს ეგო? ჩვენი ხელმძღვანელი შალვა ამონაშვილია. შალვა ამონაშვილმა გითხრა, ეს რა არისო, თომასწავლებელს უთხრა. ეს რა ვედრა მოიტანეო, კაცო. ხო. ნახე რა უთხრა? მე სხვის განსასჯელად მოვედი. უთხრა თომასწავლებელმა. აი ნიკოლოზი ხო უნდა აბა რა ნიკოლოზი, აბა უნდა ესე იგი ნიკოლოზი დავსაჯოთ ახლა. ეს როგორ გააკეთე ნიკოლოზი, ეს როგორ ხოდა ჩემი ცოდვები კი მე მომსდევენო. როგორც სათლიდან ჩამოცვენილი ეს ქვიშა. მაგრამ რადგანაც მე უკან არ ვიხედები და არ შემიძლია საკუთარი ცოდვების დანახვა, ამიტომ შემიძლია სხვისი განშავა. ბერებმა მაშინვე გადადეს დანაშაული სასამართლო. ნახე ახლა რა უთხრა? მეო ნიკოლოზი როგორ უნდა განსაჯო, როცა ჩემი ცოდვები ვერ მიპოვიო. მე რა უფლება მაქვს თომასწავლებელმა თქვა, რომ ნიკოლოზის ცუდის აქციაზე მე ქრისტიანი თუ ვარ, ჩემ ცოდვებზე უნდა ვილაპარაკო და ნიკოლოზის ცოდვების დასჯა მე არ მეკუთვნისო თომასწავლებელი. ანუ მე შემიძლია ნიკოლოზზე კარგი გითხრათ. საკუთარ თავზე კი ვეძებო ცუდი და გამოვასწორო. ანუ დაიმახსოვრეთ, ესე იგი, რომ ჩვენ უნდა ჩვენ თავში ვეძებოთ რა ნაკლი გვაქვს და სხვაში ნიკოლოზში აბა რა კარგი აქვს. ეთერში რა არის კარგი, ელენეში რა არის კარგი, ლუიზაში რა, გასაგებია ლუკაში რა არის კარგი. აი ვინც ასე ცხოვრობს, მის გულში სულ ბედნიერება და ხალისი არის. ვინც კიდე სხვის ცუდს აგროვებს გულში, სულ მოწყენილი, დაბოღმილი, სულ იღრინება ესე და იმასთან ყოფნა არის საშინელება. ეხლა კიდევ ერთი პატარა ამბავი. მოკლედ ერთ მონასტერში სამი ბავშვი მივიდა. მათ დარჩენის სურვილი ჰქონდათ. ანუ სამივე სუნდოდა რომ მონასტერში დარჩენილიყო. წინამძღვარმა უთხრა, ერთ შეკითხვას დაგისვამთო, რომელსაც სწორი პასუხი ექნება, იმას დავტოვებო ერთს. კარგიო. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მიდიხართ და დაინახეთ ძის დაგდებული ფული. შევარჩიო, რომელი სამი გავგზავნოთ? აბა შევარჩიოთ. ჩართეთ აბა ყველამ რომ დაგასახელოთ. გამოსახულება ჩართეთ, თორე დარჩებით და იმის გარეშე, დასახელების გარეშე. კარგი, ისე ვთქვათ, მოკლედ პირველმა ასეთი რამე თქვა. მე ავიღებდი ამ ფულს, რადგან ვიფიქრებდი, რომ ეს ღმერთმა გამომიგზავნა. ანუ მივდივართ სადღაც და დავინახეთ ფული გდია. სიტყვაზე ლუკა ამბობს, მე ავიღებდი, იმიტომ რომ მე ხო არავის წავართვი და ჩავთვლი, რომ ღმერთმა გამომიგზავნა. კარგი, მეორემ თქვა, მე არ ავიღებდი, რადგან ის ჩემი არ იქნებოდა. თქვათ ნიკოლოზმა თქვა, მე არ ავიღებდი, იმიტომ რომ ეს მე არ მქონია ფული და ის კი გდია, მაგრამ ჩემი ხო არ არის კაცო. და მესამემ უთხრა, მე არ ვიცი იმ დროს რას ვიზამდი. მაგრამ თუ არ ავიღებდი, უკეთესი იქნებოდა, რადგან ის ჩემი ფული არ იქნებოდა. მესამემ ასეთი პასუხი გადაიღო. სანამ ბერის პასუხს გეტყვით, ნახეთ, ეს უკვე მამა ბასილის ესე იგი რჩევა. მოდი ბავშვებს კითხეთ, აბა თვითონ ამ სამიდან რომელ ვარიანტს აარჩევდნენ. ან თქვენ იქნებ მეოთხე ვარიანტი გაქვთ. მოდი აბა ვკითხოთ ნატალია. ნატალია, შენ რას იზავთ? მას მე ვიპოვიდი პატრონს.
ტელეფონს გამოვიყენებდი კარგად და დავპოსტავდი თქვა ეს ვისი არის და ხო, ანუ ნატალია ასე აიღებდი და იტყოდი რომ ან ახლო მაღაზიაში მივიტანდი და ვინც პატრონი გამოჩნდებოდა ის აიღებდა. ან იტყოდი ამ მაღაზიაში, ბოდიში თავიღაცამ ფული დაკარგა, ვისია ეს ფული? ხო, ესე ხო? თუ არ იტყოდი რამდენია და ისე. არა, მას პირველ. ხო, აი $100 ვიპოვე, თქვენი ხომ არ არის და მოკლედ დატოვებდი იქა და იქნებ ვინმე გამოუჩნდეს. აბა ეს ლამაზი გოგო ვინ არის? მართასთან რო არის, ირმა კაპანაძესთან. აბა ჩართე საყვარელო. ჩემი აზრით მესამე ვარიანტია, იმიტომ რომ თუ არ იცი ფული ვისია, მანდ უნდა დატოვო და იქნებ თავის პატრონი გამოუჩნდეს. აჰა, ესე იგი, ამანაც სადაც იპოვე, ისე ვიგ დატოვე, რომ იქნება ადამიანმა გაიხსენოს, იქ ხო არ დაუკარგე და ისევ იქ მოვიდეს. კი ბატონო. აბა ერთიც თქვათ და მერე აბა ელენე ძინძიბაძე რას იზავდა, მაინტერესებს. მას ჩემი აზრით, ანუ სიტუაციას გააჩნია მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგჯერ არის იმის შესაძლებლობა, რომ თქვათ, აი როგორც ბავშვებმა ახსენეს, თქვათ, დავტოვოთ სხვაგან და დავიბაროთ, რომ აი ასე და ასე არის. ან ზოგჯერ ჯობია, რომ თქვათ, საერთოდ თავი დავანებოთ. ანუ ერთხელ ყოფილა, პირადად ჩემ ოჯახში ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ნუ ბაბუა ჩემმა იპოვა ერთი გოგოს ჩანთა, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა იდო და ნუ მონაცემებიც პირადი ნომერი და ასე შემდეგ. ჩვენ მერე მოვძებნეთ Facebook-ზე და დავუკავშირდით და ნუ ამ გოგოსაც გადავეცით ეს თავისი ჩანთა რა. ანუ ეს იმიტომ თქვი, რომ ამ შემთხვევაში გააჩნია რა სიტუაციაში რა გარემოში იპოვე ამ ფულს. თუ მაგის შესაძლებლობა არის, უნდა გამოიყენო და პატრონის პოვნასაც შეძლებ, ამ ვფიქრობ, რომ საერთოდ თავი უნდა დაანებო და თქვათ, პოვნელი აიღებს, იმიტომ რომ იმ პატრონმა თუ ვერ იპოვა თავისი თანხა, შენზე გაჭირვებული გამოჩნდება და შეიძლება თქვათ იმან გამოიყენოს ამ შემთხვევაში მას, მე ასე ვფიქრობ. მე ახლა უნდა გავიხსენო ერთი ჩვენი ბანაკი, რომელსაც მადლიერება ერქვა, ბაკურიანში, ასეთი რამე მოხდა. იქ ადგილობრივმა მასპინძელმა ქალბატონი, რომელიც გვემსახურებოდა, ეთომასწავლებელო, გამოაცხადა ასეთი რაღაცა. მე ვიპოვე აქ ფული, მაგრამ არ გეტყვით რამდენი. და არც იმას გეტყვით რაში იდო ეს. თუ ვინმემ დაკარგეთ და გამოიცანით რაში დევს და რამდენია, ესე იგი თქვენი ყოფილა. მოკლედ თუ ასეთი ვინმე გამოჩნდა, მითხარით, ფული მე მაქვს. რამდენი არ გითხრა. ჩვენს ბავშვებში გამოვაცხადეთ. ბავშვებო, აბა მოძებნეთ. ფული ხომ არ დაკარგეთ. ჯერ არაო, მაგრამ ისე დაღლილები იყვნენ, სანამ ჩავედით და რაღაცა მაგის თავი ვისა ქონდა, ზოგს ჩანთა დაეკარგა, ზოგს 2 ჩანთა ქონდა. იმიტომ 250 ბავშვი ვიყავით. ხო და ბოლო მეორე დღით ერთმა გოგომ თქვა, რომ მეო დავკარგე ფულიო, აღარა მაქვს ეთყობა, იქ ამოუვარდა. აბა ამან კითხა, მოიყვანეთ, აბა ეს მოიყვანა, რამდენიო? უთხრა, ამდენი და მართალი ხარო, გამოუღო და მისცა. ანუ ეხლა მაგით ხო შეიძლება ვიღაცას ტყუილად ეთქვა, მე დავკარგე და წაიღო ისეც. მოიტყუილა, ადამიანი ხო სუსტია, ეხლა ყველას უნდა რომ ბევრი ფული კონდეს, წავიდეს მაღაზიაში, ჩვენმა ბავშვებმა ხო იცი როგორ იციან. მაღაზიაში წავალთ რა მას ვეონებ, გუშინ მეუნებიან. აი რა გინდათ მაღაზია? რავი, რაღაცას ვიყიდით რა. ანუ რაღაცა, ესე იგი, რა უნდათ არ იციან, მაგრამ მაღაზიაში უნდათ, რატო იცი? რომ გამოატანა დედამისმა 10 ლარი თუ 20 ლარი, სანამ ახლა იმას არ დახარჯავს, ვერ ისვენებს ის. ეწובה ჯიბები, აი ესე უწვავს რა ჯიბას. აი რომ შედიან, ხო? ჩიფსები აკრძალული მაქვს, ჩიფსებს ვერ იყიდის. თუმცა მაინც ყიდულობენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დამალული მაინც აქვს. ხო და შედიან მაღაზიაში და ათვარიელებენ და აი ადამიანის თვალი ხო ხარბია და რომ დაინახა რაღაცა და აი მიხვდა რომ ეს უნდა ეხლა. რაღაცა ხო ლიმონადია, რაღაცა კოკა-კოლა. აი ესეთი ამბებია. კაი, ახლა წავიკითხოთ იმ მონასტრის ბერმა როგორ უთხრა სწორი პასუხი და მინ დატოვა. ბერმა უპასუხა, რომ მესამე პასუხია სწორი, რადგან წინასწარ არ იცი იმ კონკრეტულ შემთხვევაში რას მოიმოქმედებ. ანუ აქ მესამე პასუხი იცით რა იყო? მე არ ვიცი იმ დროს რას ვიზავო. იმ ფულს რო ვიპოვე, მე რა ვიცი, გავცე, მე რა ვიცი, ვეტყვი, აბა ვისია, ეს მე არ ვიციო. ალალად თქვა.
მაგრამ შევეცდებოდიო, რომ მეც ასე მოუქცეულიყავი, რომ ესე იგი თუ ავიღებდი უკეთესი იქნებოდა, რადგან ის ჩემი ფული, თუ არ ავიღებდი უკეთესი იქნებოდა, რადგანაც ის ჩემი ფული არ არის. ოღონდ არ ვიცი ასე მოიქცევი თუ არაო რა. ანუ ეს ერთგვარი თავდაბლური აზროვნებაა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან კეთილები გვინდა ვიყოთ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს და ვიღაცას გაუჭირდეს, აღარ გაგვემეტოს ეს ჩვენი ფულის მიცემა. ეს არის თავდაბლური აზროვნება. მორალი. არავინ არ უნდა განვიკითხო, რადგან არ იცი მის ადგილას შენ რას გააკეთებდი. როდესაც გული ცოდვითაა სავსე, განიკითხავ სხვებს, საკუთარ თავს კი ამართლებ. აი, როცა შენ თავს ამართლებ და კარგს პოულობ შენში და სხვაში ცუდს, ეს არ არის კარგი მდგომარეობა. როდესაც გულში სიწმინდეა, განიკითხავ მხოლოდ საკუთარ თავს, სხვებს კი ამართლებ, გინდაც არასწორი იყვნენ. როცა გულში ღვთისნათელია, გარეთ მხოლოდ კარგს ხედავ და კარგს ამჩნევ. გიყვარს ყველა და ყველაფერი. მადლიერება გულში აღარ ეტევა და საღვთო აღტაცების სრემლი გადმოგდის თვალიდან. ეს უკვე სიწმინდის ნიშანია. ნახე რა მაგარია? აი, ჩემო თვითფასებო, დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი ამით დასრულდა და მინდა გითხრათ, რომ დაგვრჩა უკანასკნელი 33 გასაკვეთი, წინასწარ რეკლამა გაუკეთო, შემდეგ შაბათ ჩვენ ვისაუბრებ ერეკლე მეორეზე, ჩვენი საყვარელი მეფე არის ერეკლე მეორე და ამით ჩვენი სამშობლოს მცოდნეობის წიგნი, გულის ენა დასრულდება. ნახეთ რა ლამაზი ნახატია, აი, ეს ნახატი მიყვარს ძალიან. დააკვირდით რა საოცარი რამეა. გოგო მოწყენილია, სახეზე დააკვირდით და ბიჭიც მოწყენილია, მაგრამ უფრო გოგოს გამოა. გოგოს მოწყენილობას ტკივა. და გადაწყვიტა, რომ რაღაცით მოუშუშოს გოგოს თავისი განსაცდელი, ხო და დააკვირდით გარშემო წვიმა ჩამოდის. და ისე ფარავს ქოლგას, რომ გოგოს არც ერთი წვეთი არ ხვდება. და თვითონ კი ესხმის უკნიდან წვიმა. ეს ნიშნავს, რომ ის ამ შემთხვევაში მეგობრობაში თავგანწირულია. აი მზად არის, რომ თვითონ შეუმსუბუქოს, ანუ გოგონას ტვირთი თავის თავზე აიღოს და გოგონას მდგომარეობა გამოუკეთდეს. და როგორც ასე ჩვენ ერთმანეთს მოვექცევით, ამ მდგომარეობაში ყოველთვის აუცილებლად ჩაებმება თვითონ ღმერთი. და ღმერთი თუ ჩაება, ყველაფერი ძალიან კარგად გამოდის და ცოტა ხანში გოგოსაც მოურჩება გული, ჭრილობებს ამოაცილს, შხამიანისებს გულიდან ასეთი სიკეთის გამო ღმერთი და გაიღიმებს და ჩაეხუტებიან და ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი, რომ ურთიერთის სიმძიმე და ურთიერთის ტკივილის და ძიმე ჯვრის ტარებაში შევეშველოთ ერთმანეთს და ვიცხოვროთ მეგობრულად, კბილად, ერთმანეთის გასახარებლად და რაც თავარია, ქართული იდეა ვატაროთ გულით და გაუნაწილოთ ჩვენ სირბლივ ყველა ადამიანს, რომელიც მოიცავს სამ მთავარ ფასეულობას. გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს სამშობლო და ვემსახუროთ მას, რამდენსაც შევძლებთ, როგორც შევძლებთ და ბოლოს გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტერი. აი მტერსაც სიყვარულით მიუდგეთ და სიყვარულით დავამარცხოთ. ასე დავასრულოთ, მოდი დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. მოვიკითხოთ ახლა ელენე როგორ არის, მე მგონი კარგად არის, კარგად გამოიყურებთ და შევშინდით. ელენემ რო გითხრა ვერ არის კარგად, აბა მოგვიყევი ახლა როგორ ჩაიარა შენმა. კარგად, მას მადლობა, კარგად მიცის შეხორცების პროცესი. ხა ვიყავი წინა კვირას ექიმთან და მითხრა, რომ ანუ გაუარესებას ველოდიო, რომ შეიძლება ოპერაცია დაგჭირვებოდაო, მაგრამ იგივე მდგომარეობაში არის, უფრო კარგად დაცო და ნელ-ნელა ის გააკლია, რომ შეხორცდესო, რანუ ოპერაცია აღარ მჭირდება. ისე შენ თვითონ გიჭირს შენ მოძრაობა, ხო თუ ცოტ-ცოტას მოძრაობა? სრულწლით რეჟიმში ვარ, ანუ ხან ჯდები, წამოჯდები, ხან წევარ და აი, როდესაც თქვა გასვლა მჭირდება და
მსგავსი რამ დედა ჩემი მეხმარება ხომ ანუ ცალ-ხელში კასტინი მიჭირავს და ცალ-მხარეს დედა მიდგება და ისა მოძრაობ. დამოუკიდებლად ჯერ მიჭირს. ანუ ჯერ ძირითადად სახში ტრიალებ, უფრო რომ მოგიშუშტეს რა უშუშების პროცესი. ესე ეგრე რომ უნდა მაინც ჯერ ლოცვა არ შევწყვიტოთ, რომ ბოლომდე ლოცვით მოვეხმაროთ და გამოვაკეთოთ. ძალიან კარგი. დაიხარეთ, მადლობა. კარგი, ჩემო ძვირფასებო. მოდი მაშინ დავემშვიდობოთ ერთმანეთს, თუ თამარ დედა რამე ახალს არაფერს გვეტყვის და მოდი ნატალიამ გითხრას თავისი შტაბ-ბეჭდილება ჯავახეთის შტაბ-ბეჭდილების, აბა რა, იმიტომ რომ აქ ვინც ვიყავით, მარტო თამარ დედა და ნატალია იყვნენ და ნატალიამ გითხრას თავისი შტაბ-ბეჭდილება. მასასწაული გარემო იყო, ბავშვებიც მზის თვალებით იყურებოდნენ. კონტაქტებზე დავიმატე და იმედია ეს მეგობრობა ერთი ნახვით არ შემოიფარგლება და გავაგრძელებ და შემდგომ ბანაკებშიც იქნებიან. ანუ უკვე გაიცანით ხმანეთი და კოორდინატები გაცვალეთ და დამეგობრეთ. ყველაზე საინტერესო ეგ არის. ძალიან კარგი, მიხარია. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გახდით ხევსურეთშიც, იქაც ბავშვები ჩავიყვანეთ ერთმანეთი, გაიცნეს, დამეგობრდნენ, ერთად იმღერეს, იცეკვეს, ეს თბილისელი ბავშვები მყავდნენ უფრო. მერე ჩვენ გახდით სვანეთშიც, ზემო სვანეთში, მესტიისკენ, იქაც სამშობლოსცოდნეობის გაკვეთილი ჩავატარეთ და გავიცანით იქ ძალიან კარგი ადამიანები. და ეხლა როგორც უკვე გითხარით, ვიყავით მესხეთში და ჯავახეთში. მესხეთი არის აქეთ, აი ვარძია, სადაც არის ეს მესხური ტერიტორია და ჯავახეთი კიდევ უფრო მაღლა. და აი მართლაც რო იტყვიან დიდი შტაბ-ბეჭდილება, აი გრანდიოზული რაღაც სხვანაირად ლამაზი. და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ჩვენზე ლამაზი და კოპწია და საყვარელი და სანატრელი სამშობლო არავის არ აქვს სოფლიოში და დიდება და მადლობა ღმერთს ამ წყალობისთვის, ქართველობისთვის, მართლმადიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ასე ვიკრიბებით, ჩვენს აზრებს უზიარებთ და ახალ ესე იგი მიზნები გვაქვს კიდე როგორ ჩავეხუტოთ ერთმანეთს და როგორ შევიტკბოთ ჩვენი ტკბილი სამშობლო. აი ამ სიყვარულით დაგემშვიდობებით, დროებით და შემდეგ შაბათს ანალიზი გავუკეთოთ, მერე შემდეგი ურთიერთობა ჩვენ როგორ გავაგრძელოთ, შევაჩეროთ დროებით, დავისვენოთ თუ შევიკრიბოთ ხოლმე და მოვიკითხოთ ერთმანეთი. აგერ ჩვენი ლიზა მოდიოდა, ლიზა ცაკაშვილი ახლა აღარ არის, ცეკვის ანსამბლით ბულგარეთში იმყოფებოდა თუ არ ვცდები და ხედავდი გაკვეთილის პროცესში, რომ ბრუნდება უკვე საქართველოსკენ და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მაგანაც, ნახე რა ჭკვიანი გოგოა. მე ბოლო ბანაკებში იმიტომ ვერ მოხდიო, რომ სულ ცეკვიდან მივყავა, რომ მაგ დროსო და სულ დავდივართ უცხოეთშიო. ვერც ხევსურეთი ვნახეო, ვერც სვანეთი ვნახეო, ვერც ჯავახეთი, ვერც მესხეთიო და რა მომცაო აი ამ ერთი და იგივე თურქეთისა და ბულგარეთის რაღაცა კონცერტის ხილვან და გადავწყვიტე, რომ შემდეგი წლიდან გამოვალ ცეკვიდან საერთოდ, იმიტომ რომ დამაკლდა ისეთი ძვირფასი ქართული მადლი და წყალობა, რომელიც აი ამ ბავშვებმა მიიღეს და მე სრულიად ვეთანხმები. ჩვენ ხო ვიცით ახლა აი ცეკვის გასტროლები არაფერს არ აძლევს ბავშვს, აი გულწრფელად თქვა, დიდძალი გადასახადია, ავტობუსში არიან, წარმოიდგინე, 7 დღიდან 4 დღე ნახევარი ავტობუსით დადიან, ესე წინ და უკან. ხო, რა თქმა უნდა, ეს ახლა გემოვნებით არის, მაგრამ თან ხო გონება რატომ მოგწვა ღმერთმა, უნდა გონებით კარგად განსაზღვროთ. და უცხოეთში რა საქართველო ყველაფერი ვნახეთ, შევიტკბეთ უკვე, არ ჯობია ჯერ ჩვენი ქვეყანა ვნახოთ, საქმე გავაკეთოთ, ის ბავშვები მოვინახულოთ, ჩავეხუტოთ, იქ უმღეროთ, იმათ დაუდგათ, გავათბოთ. ამათაც დავფიქრეთ. მოგწალმებით ყველას ეს გულის სითბო ისევ გამოყოლილი მაქვს და ვერ ვთავ კამერას ანაბელს ვაძინებ და იმიტომ ესე ვერ შემოგიერთდით. მაგრამ მოსვენება დავკარგე, მოკლედ სულ იმათზე ვფიქრობ, როგორ გავუთბოთ გული და
ერთად მოვიფიქროთ მერე ყველა. ეთო მასწავლებელო, ასე ერთადაც ვილოცეთ უწყვეტი ლოცვისთვისაც, ჩვენი სამშობლოსთვისაც, ესე გულები დავადეთ იქ მიწას და მოკლედ ჩვენმა ლექსო მასწავლებელმა საფრთხოდ გაგვაგიჟა ყველა და აგვიკიდა ეს სიყვარულის ცეცხლი და ასეთი ცეცხლი მიუტანეთ მერე იქ გოგაშენის ბავშვებს და გაცვალეს ეს კონტაქტები, ისე ეხუტებოდნენ ჩვენი ბავშვები იმათაც, ისინიც უცრემლიანები უყურებდნენ და სასწაული დღე იყო, მოკლედ არასდროს არ დამავიწყდებ. ინებო სუფალმა რო გაგრძელდეს ეს ჩვენი ურთიერთობა ასე და ჩვენ მოვიწვიეთ ეს ადამიანები. ხო იცი ლექსო მასწავლებელო რა მოხდა, ეთო მასწავლებელს მივწერე და ისი აენთო ისიც რომ ერთ ბავშვს მე დავაფინანსებო, ესე თავის გულით, ასე თქვა. კიდევ უნდა ვიზრუნოთ, კი ვიზრუნოთ და ჩვენ უფრო დაგვეხმარება ღმერთი, უფრო მეც მოგცემს, როცა სხვაზე ვზრუნავთ, გაცილებით მეც მოგცემს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. და აი, ესეც ვისწავლოთ. კარგით, აბა გეფერებით ყველას და გემშვიდობებით, დროებით მიყვარხართ. აგერ გულსაც გამოგიგზავნოთ, აი წითელ გულებს. დროებით. აბა დროებით. კარგად მას ნახვამდის.